მივესალმები ქართველ მკითხვას, მინდა წარუდგინო ჟურნალ აფრას ახალი ნომერი. ქართველმა მკითხველმა იცის, რომ ეს ჟურნალი 90-იანი წლებიდან მოყოლებული გამოდის. კავკასიური სახლი გამოსცემს, მისი მთავარი რედაქტორი არის ნაირა გელაშვილი და ეს ჟურნალი აერთიანებს ლიტერატურას, ფილოსოფიას, რელიგიას, საზოგადოებრივ ცხოვრებას. პრინციპი ჟურნალს ჰქონდა ასეთი, რომ ყოველთვის თავისი მორიგე რედაქტორი ყავდა, ამჯერად მე ვიყავი მორიგე რედაქტორი და ამიტომ ამ ჟურნალსაც 32 ნომერს წარგიდგენთ თქვენ. ჟურნალი იწყება პოეზიით და აჩვენებს თუ რამდენად საინტერესო და ძლიერი არის თანამედროვე ქართული პოეზია. 6 ავტორი არის წარმოდგენილი: თეა თოფურია, ნიკა ჯორჯანელი, რუსუდან კაიშაური, დავით ჩიხლაძე, ნანა აკობიძე და თემურ ჩხეტიანი. აქ ჩანს ის ექსპერიმენტული ძიებები, რაც მუდამ იყო თანამედროვე ქართულ პოეზიაში, ის შინაარსობრივი მრავალფეროვნება, რაც ასევე მუდამ იყო და ეს ავტორები თანამედროვე მკითხველისთვის ძალიან ცნობილები არიან და ძალიან მნიშვნელოვან ავტორებს წარმოადგენენ და აი ამ მთლიანობაში ძალიან საინტერესო სურათს ქმნიან თანამედროვე ქართული პოეზიის. ქართული პროზა ალეკო შუღლაძის მოთხრობით არის წარმოდგენილი. ალეკო შუღლაძე ერთ-ერთი ყველაზე ესეთი თავისებური ხელწერის მქონე ავტორი არის, რომელიც მუდამ ამოიცნობა ხოლმე თავისი თემატიკით, განსაკუთრებული იუმორით. ამჯერადაც ასეა, ეს მოთხრობა უფრო ფილოსოფიურ, მისტიკური ხასიათის არის და შეიძლება ითქვას ცოტა დეტექტიურიც კი, ოღონდ ძალიან ესეთი საეჭვოდ დეტექტიური იმხრივ, რომ ამჯერად დამნაშავეს ან რამე კონკრეტულს კი არ ეძებენ ადამიანები, არამედ მთავარ სიტყვას, არც მეტი, არც ნაკლები, აი მთავარი სიტყვა, რა შეიძლება იყოს ის ძირეული სიტყვა, რაზეც არის ყველაფერი აგებული და აშენებული. აი ასეთი უცნაური მოთხრობა ალეკო შუღლაძის. ესეისტიკა დავით ქართველიშვილის ესეთი არის წარმოდგენილი. ეს ესე 4 კედელში 4 სხვადასხვა კედელს გვაჩვენებს. ჩინეთის კედელს, ტრამპის კედელს, გოდების კედელს და ბერლინის კედელს. ავტორი განსაკუთრებული იუმორით უდგება ამ თემას, თავისი პოლიტიკური კუთხით, ასევე საკუთარი მოგონებებით და საკუთარი, ასე ვთქვათ, სუბიექტური ხედვით და მთლიანობაში ძალიან საინტერესო სურათს ქმნის თანამედროვე პოლიტიკური სივრცისა. შემდეგ ჟურნალში თარგმანების საინტერესო სურათია წარმოდგენილი. იხსნება რალფ ხოლხუტის მოთხრობით ბერლინელი ანტიგონე. ეს არის ძალიან საინტერესო მოთხრობა, სტილურადაც და ესეთი პოსტმოდერნული გააზრება არის ანტიგონეს მითის. ოღონდ ეს ანტიგონეს მითი გადმოტანილია ფაშისტურ გერმანიაში და აი ეს სასამართლო, ანტიგონეს სასამართლო ფაშისტური, ასე ვთქვათ, რეჟიმის სასამართლოა, თუ შეიძლება ასე ითქვას. შემდეგ მოდის ჯოუნს ვერის თარგმანები 19 საუკუნის ინგლისელი ტრანსცენდენტალისტის, რომელიც შესანიშნავად თარგმნა დათო აკრიანმა. შემდეგ რუსულენოვანი ქართველი მწერლის ალექსანდრე ებანოიძის მოთხრობა, რომელიც სოფლის საინტერესო გარემოს აჩვენებს
და ეს მოთხრობა თავად ალექსანდრე ებანოიძემ თარგმნა რუსულიდან. შემდეგ ამერიკელი თანამედროვე პოეტის დენვერ ბატსონის ლექსები. დენვერ ბატსონი თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე, ბოლო ფესტივალზე იყო ჩამოსული და მისთვის ითარგმნა ეს ლექსები. შემდეგ ბელორუსი პოეტი ვლადიმერ ნიკლიაევი, რომელიც მე ვთარგმნე. ვლადიმერ ნიკლიაევი ძალიან საინტერესო ფიგურაა. ის დისიდენტი პოეტია და ლუკაშენკოს რეჟიმის დროს ერთ-ერთი არჩევნებისას ის იყო ოპოზიციონერი პრეზიდენტობის კანდიდატი. რელიგია ვიტალი პიტანოვის სტატიით არის წარმოდგენილი. ამ სტატიაში არის გააზრებული რა განსხვავებებია რუდოლფ შტაინერის ანთროპოსოფიასა და ქრისტიანულ რელიგიას შორის. და ბოლოს საზოგადოებრივი ცხოვრება, სადაც ბოლო პერიოდის პოლიტიკური მოვლენები არის გააზრებული, ანუ ნაჩვენებია ის რეაქციები, რაც კავკასიურ სახლს და უშუალოდ ნაირა გელაშვილს ჰქონდა სხვადასხვა მოვლენების მიმართ, რუსული კანონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თავისი ასე ვთქვათ შესავლით და ამ წერილებზე კომენტარებით. ერთი სიტყვით მე ვფიქრობ, რომ ჟურნალი თავისი მრავალფეროვნებით დაგაინტერესებთ და თბილისის ბაზრობაზე თქვენ შეგეძლებათ ეს ჟურნალი შეიძინოთ კავკასიური სახლის სტენდთან.